პროფესიული გავითარების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ვებინარების ციკლს და სწავლისა და გავითარების თეორიების შესახებ. ვებინარების ციკლი ფიქრობთ საინტერესო და სასარგებლო იქნება საბავშვო ბაღების პერსონალისთვის და შექმნის საფუძველს ბავშვის გავითარების სტანდარტებით გააზრებისა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებისათვის. დღევანდელი ვებინარი დაეთმობა ისეთი საკითხების განხილვას, რომლებიც საბავშვო ბაღის ყოველდღიურ პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კერძოდ, როგორ ყალიბდება ბავშვის ნდობა უფროსის მიმართ, როგორ ვითარდება ავტონომიურობა და ინიციატივა ადრეულ ასაკში და რა როლი აქვს აღზრდელის ემოციურ ხელმისაწვდომობასა და რეაქციებს. აღნიშნული საკითხები გახდება საფუძველი ფსიქოდინამიკური თეორიების გაცნობისათვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მწვანე სახლი დირექტორი, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი მარინე ტარასაშვილი. მოგესალმებით, კალტონ მარინე. გამარჯობათ, მოგესალმებით. და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ, რომ მობრძანდით. მეჟაზე ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ ბავშვის ადრეული გავითარების ფსიქოდინამიკური ფსიქოანალიტიკური ხედვა. რაც ვფიქრობთ, რაღაც ესეთი პირველად ვსაუბრობთ ყოველ შემთხვევაში ჩვენი პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე და თქვენის ნებართვით, კალტონ მარინე, მე გავაზიარებ ჩვენს პრეზენტაციას და შეგვიძლია ვისაუბროთ აღნიშნულ თემაზე. კი ბატონო, მადლობა. მეჟაზე შეგვიძლია დავიწყოთ, მე მგონი. კი ბატონო, ფსიქოდინამიური თეორია, იგივე ფსიქოანალიზი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. ფუძემდებელი იყო ზიგმუნდ ფროიდი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, რომელმაც საკუთარი კლინიკური პრაქტიკით დაასაბუთა ადამიანის შინაგანი განცდების ლტოლვების არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების მნიშვნელოვანი ზეგავლენა პიროვნების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაზე. ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ეს ფრაზა ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის. ის თვითონ არ მუშაობდა მცირეწლოვან ბავშვებთან, ის მან მუშაობა დაიწყო ზრდასრულებთან, მაგრამ ზრდასრულების მონათხრობით მან კარგად დაინახა, როგორი მნიშვნელობა ჰქონდა ზრდასრულების ფსიქიკის ჩამოყალიბებაში, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმ შთაბეჭდილებებს, რაც მათ ბავშვობაში გაიარეს, იმ ჩარჩენილ ტრაუმებს, ტკივილებს, რომლებსაც ისინი ბოლომდე აცნობიერებდნენ, მაგრამ რაღაცნაირად მეხსიერებაში ჰქონდათ ჩარჩენილი. ფროიდის შემდეგ ძალიან ბევრმა ფსიქოანალიტიკოსმა დაიწყო მუშაობა უშუალოდ ბავშვებთან. ესენი ერთ-ერთი იყო თვითონ ზიგმუნდ ფროიდის ქალიშვილი ანა ფროიდი, ასევე სოფი მორგენშტეინი, ერიკერიქსონი. ძალიან დიდი სკოლა ჰქონდა აქვს ფრანგულ ფსიქოანალიტიკურ სკოლას, ფრანსუაზ დოუტონი მაგალითად, ლებოვიჩი და სხვები, ასევე ინგლისური სკოლიდან ცნობილია დონალდ ვინიკოტი. ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად მუშაობდნენ ბავშვებთან. და მუშაობდნენ სხვადასხვა ტიპის ბავშვებთან. თუ ანა ფროიდმა და მორგენშტეინმა დაიწყეს თქვა 5 წლის ბავშვებთან მუშაობა, აი უკვე ფრანგული სკოლა, ფრანსუაზ დოუტო და სხვები ჩავიდნენ სულ მცირე ასაკის ბავშვების კვლევაზე, მათ შორის ახალშობილი ბავშვების კვლევაზე. და რა ძირითადი ის იყო ხედვა მათი, რაც აერთიანებდათ მათ? მათი ძირითადად ფსიქოანალიტიკური მიმართულება თვლის, რომ ცხოვრების პირველ წლებში მიღებული გამოცდილება ქმნის ფსიქიკის სტრუქტურის საფუძველს. ამაში ყველა ფსიქოანალიტიკოსი თანხმდება, რომელიც შემდეგ განსაზღვრავს ზრდასრულის ემოციურ, სოციალურ და ურთიერთობით ფუნქციონირებას. ანუ ის პირველი წლები არის განსაკუთრებული შთაბეჭდილების მქონე ზრდასრულებისთვის. საერთოდ ადამიანის ფსიქიკა, ადამიანის სტრუქტურა ყალიბდება პირველ 5 წელიწადში. და მერე უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები შემდეგ უკვე აღარ ხდება. სტრუქტურა, ფუძე, ფსიქიკის ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში. ამიტომ
შესაბამისად, ანუ აი რა უნდა იცოდნენ ამ შემთხვევაში აღზრდელებმა, ხო? რა არის აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ანუ ფსიქოდინამიური მიდგომით ბავშვი დაბადებიდანვე არის სუბიექტი. ის იბადება დაბადებიდანვე მას აქვს რაღაც განცდები, რაღაც მოთხოვნილებები და სურვილები და მნიშვნელოვანია გამთვალისწინოთ, რომ ყველა ბავშვი არის თავისი ოჯახური ისტორიის, თავისი ფსიქიკური ცხოვრების, მათი ცნობიერი თუ არაცნობიერი სურვილების ნაწილი. მშობლების ფსიქიკური განცდები, მშობლების როგორ ვთქვა, თუნდაც სურვილები რაღაცნაირად არაცნობიერად გადადის ბავშვის ფსიქიკაზე, მაშინაც კი, როცა ბავშვი ჯერ კიდევ მუცელშია. ბავშვი რაღაცნაირად შეიგრძნობს დედის განცდებს. ეს პრინციპში დასაბუთებულია უკვე ექსპერიმენტულად, რომ ბავშვს ესმის გარემოდან უამრავი რამ და განსაკუთრებით ესმის დედის ემოციების, დედის განცდების. ეს ძველადაც იცოდა ხალხმა, როცა რომლებო ფეხზე ხალი რაღაც კარგად უნდა იყოს, ხო, მშვიდად უნდა იყოს და ცუდი ემოციები არ უნდა შეხვდეს. ნორმალური განვითარებისთვის ნებისმიერ ბავშვს სჭირდება თბილი ემოციურად უსაფრთხო გარემო. რა თქმა უნდა, მას სჭირდება თავისი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სჭირდება ჰიგიენური მოვლა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ემოციურად უსაფრთხო გარემო, რაც უნდა შეუქმნან მას უფროსებმა. ამის გარეშე ის, როგორ ვთქვათ, ის ვერ სწავლობს სოციალურ ურთიერთობებს, ის ვერ ყალიბდება სრულყოფილ ადამიანად. ბავშვი ადამიანად ქმნის ის ადამიანთა ის წრე, რომელიც მის გარშემოა. რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ეს არის პირველ რიგში დედა, რომელთა სიახლოვე, რომლის სითბო, სხეულობრივი სითბო, ემოციური სითბო ზრდის ბავშვი. შეიძლება ასე ვთქვათ და ბავშვს უქმნის ასე ვთქვათ, რაღაცა უსაფრთხო გარემოს, უსაფრთხო კონვერტს. ესეთ ბავშვი იბადება უცნობ გარემოში, ხო, თავიდან. მან არ იცის რა დაემართა, სად მოხვდა. ერთადერთი დაცნობი მისთვის არის დედის სუნი, დედის სხეული. სხვადასხვა იმიტომ არის, რომ ახლა სამშობიაროებში დღეს დედის სხეულზე აწვენენ ხოლმე ახალშობილს, რომ მან უფრო დაცულად იბრძნოს თავი და ნაკლებად შეეშინდეს უცხო გარემოში. დედასთან სიახლოვე, ფიზიკური კონტაქტი და ამავე დროს აუცილებლად ემოციური კონტაქტი ურჩევს ბავშვს უსაფრთხოების განცდას. ემოციურ კონტაქტში იგულისხმება დედის ჩახუტება, მოფერება, ღიმილი, დედის ხმის მოსმენა, დედის ღიღინი და ემოციური სიახლოვე. ანუ იგულისხმება, რომ თვითონ დედაც ემოციურად ახლოს უნდა იყოს ბავშვთან. როცა ბავშვი იბადება, დედას ალბათ უნდა ქონდეს ისეთი გარემო, რომ მას მიეცეს საშუალება მთლიანად იზრუნოს ბავშვზე და ბევრი სხვა გამაღიზიანებელი არ იყოს იმ მომენტში მისთვის, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება დედა ძალიან დაიკარგოს და რაღაცნაირად ის ბავშვისთვის აღარ იყოს იმ მომენტში. ასეთი შემთხვევებიც არის ხოლმე, მაგალითად როცა დედას რაღაც ხდება დედის ცხოვრებაში, მაგალითად ეღუპება ერთ-ერთი მშობელი, როცა ბავშვი დაიბადება, ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს ბავშვისთვის, იმიტომ რომ ემოციურად დედა აღარ არის ბავშვთან ახლოს ამ მომენტში. და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდეგ ბავშვის თავარი მზრუნველის როლს ქალბატონ მარინე იღებს ოჯახის წევრი, ხო? ან
სხვა ოჯახის წევრი, ხო? თუ დედა არ არის, მაშინ აუცილებელია რომ ვიღაცამ აიღოს ბავშვზე მთავარი მსვლელობა, რომელსაც უნდა მიეჯაჭვოს ბავშვი. ფიზიკურად და ემოციურად უნდა მიეჯაჭვოს ბავშვი, იმიტომ რომ ეს მიჯაჭვულობა ბავშვს ჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და მშვიდად განვითარდეს. თუ მას არ უყალიბდება მიჯაჭვულობა, მაშინ შეიძლება მომავალში ფული ფსიქიკური დარღვევა განვითარდეს, იმიტომ რომ მაშინ ის ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. აჰა, კეთილი. და რა განაპირობებს? კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ, გვითხრათ, აი სანდო მიჯაჭვულობას. სანდო მიჯაჭვულობა ყალიბდება მაშინ, როცა ბავშვი იღებს სტაბილურ, თანმიმდევრულ და თბილ ურთიერთობას. ის ეფუძნება მშობლისგან, ან ნებისმიერი უფროსისგან დროულ და თბილ რეაგირებას, ანუ ბავშვი ტირის და დედა რეაგირებს, ხო? დედა მაშინვე მიდის მასთან და ბავშვის მოთხოვნილება კმაყოფილდება. დროულ და თბილ რეაგირებას ერთად ემოციურ ხელმისაწვდომობას, პროგნოზირებადობა, გარემოს პროგნოზირებადობას და სტაბილურობას, ანუ ახალშობილ ბავშვს არ უყვარს გაუგებარი ცვლილებები, თუნდაც ადგილის შეცვლა. იმიტომ რომ მას ეშინია უცხოსი. მიჯაჭვულობაში აუცილებელია ფიზიკური და ემოციური სითბო დედისგან და აუცილებელია რომ დედა პასუხობდეს ბავშვის სიგნალებს. ეს იქნება ტირილი, სიამოვნების სიგნალი, ხო, თქვა ბავშვის ღუღუნი, რაზეც დედა ასევე ღიმილით პასუხობს და ხმით ეპასუხება, თავისი სიტყვებით ეპასუხება. სხვადასხვა სიტყვებით პასუხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბავშვს ემოციურად ესმის ეს სიტყვები. და ამის შემდეგ უკვე ბავშვს უყალიბდება განცდა, რომ გარემო არც ისე საშიში ყოფილა, მე უსაფრთხოდ თვა და ასეთ გარემოსთან ურთიერთობა შეიძლება. აქეთ გარემოსთან ურთიერთობით სიამოვნების მიღებაც შეიძლება. აი ეს არის ის, რისი განცდაც უნდა გაუჩნდეს ბავშვს, რომ მომავალში ის ემოციურად ჯანმრთელად განვითარდეს. მე რჩევა უფროსი თაობისგან განსაკუთრებით არის, რომ ბავშვი იტირებს და გაჩერდება. ანუ ეს ეხება ვთქვათ ჩვილ ბავშვსაც და ეს ეხება ბავშვებს, რომლებიც უკვე მიყავთ საბავშვო ბაღში და ვთქვათ პირველად ტრანზიცია, როდესაც უჭირთ ტირიან არის ხოლმე, რომ ანუ ეს ტირილზე რეაგირება არ უნდა მოხდეს და ანუ აი ამ გადასახედიდან ეს უშლის პირიქით, ანუ ბავშვის ემოციურ გავითარებას, ხო? დიახ, ფსიქოანალიტიკური მიდგომა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ მიდგომას. ახალშობილი ბავშვი, პრინციპში ახალშობილ ბავშვთან ალბათ ეს ძალიან იშვიათად ხდება, მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ ბავშვი ტირის როგორც წესი დედა რეაგირებს. იშვიათია რომ მისი ტირილი მხედველობაში არ მიიღონ. თუ დედა არ რეაგირებს, მაშინ შეიძლება ბავშვმა თავი რეალურად მნიშვნელოვანი შიში შეიძლება გაუჩნდეს, იმიტომ რომ მას არ შეუძლია ჯერ სამყაროს აღქმა, ხო? მან არ იცის სად არის, როგორ არის, რას უნდა მოელოდეს გარემოსგან. თუ მის ტირილზე არ პასუხობენ, მას უჩნდება სტერეოტიპი, რომ გარემო ინდიფერენტულია მის მიმართ. გარემოს ის არ აინტერესებს, უფროსებს ის არ აინტერესებთ, ხო? და შესაბამისად თვითონაც იგივე განცდა უყალიბდება სხვების მიმართ. ჩვენ თუ მინდა რომ ბავშვი ემოციურად გაიზარდოს და ინტერესი გაუჩნდეს გარემოს მიმართ, აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ მის მოთხოვნებს. ადრეული ასაკიდანვე. და მერეც რა თქმა უნდა, იცით, როცა უკვე ცოტა უფროსია ბავშვი, თქვათ 3 წლის, 4 წლის, აქ უკვე უფროსმა უნდა განასხვაოს ტირილის მიზეზი.
ზოგჯერ მართლაც არის, რომ ბავშვის ტირილი უბრალოდ კაპრიზია. უბრალოდ ის კაპრიზულად ითხოვს რაღაცა ისეთი რაღაცის შესრულებას, რასაც იცის, რომ ვერ მიიღებს. ამ დროს მართლაც შეიძლება იგნორირება და შეიძლება ეს იყოს გამართლებული რაღაც შემთხვევაში. მაგრამ როდესაც ბავშვისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, აი მაგალითად თუნდაც როგორც არის ბავშვი პირველად წასვლა. ეს ბავშვისთვის ემოციურად ძალიან დიდი სიახლეა, ძალიან რთულია ის უნდა მოწდეს დედის გარემოს და მივიდეს უცხო ადგილას, სადაც მარტო არ არის, სადაც ის აღარ არის ერთადერთი ბავშვი, როგორც სახლში იყო მანამდე. იქ არის უამრავი მისნაირი. და მცირეწლოვანი ბავშვი, აი 2-3 წლის ბავშვი, როგორც წესი დიდ საზოგადოებაში იკარგება. ის თითქოს თავის თავს ვეღარ მცნობს, თითქოს მეს კარგავს. და განცდის დონეზე ის შეიძლება იყოს ძალიან საშიში ბავშვისთვის. ის რეალურად განიცდის ძალიან მძიმე შიშს, ზოგჯერ თავზარდამცემ შიშს. ამ დროს იგნორირება, ბავშვის ტირილის იგნორირება, თუ ის ამ შიშს ტირილით გამოხატავს, ნიშნავს იმას, რომ იცი რა, მე შენ არ მაინტერესებ. რეალურად ამას ვეუბნებით ბავშვს. ნეგატიურ და მოკიდებულებას ჩამოაყალიბებს, ხო? იგივე ვთქვათ, საბავშვო პატივისცემა. ბავშვი ხდება გაჩნდა, რომ განცდა, რომ ის მარტოა. ის უნდა მოიყვანონ აქ უცხო სამყაროში, სადაც უნდა იყოს მარტო, სადაც ის არავის არ აინტერესებს. ეს ვერაფრით ვერ იქნება ხელისშემწყობი მის ადაპტაციასთან ბავშვში, ხო? ეს ვერაფრით ვერ შეუწყობს ხელს იმაში, რომ მან თავი ფიალურად და ბედნიერად იგრძნოს ბავშვში, შეძლოს თანატოლებთან ურთიერთობა, შეძლოს რაღაც მასალის აფისება თუნდაც. განცდა, რომ მე არავის არ ვაინტერესებ და ჩემი შიში აბსოლუტურად იგნორირებულია, შეიძლება მთელი წლების მანძილზე გაყვეს ბავშვს და ის ვეღარ დავაინტერესოთ ვერცერთი აქტივობით ბავშვში. შეიძლება როგორც წესი ბავშვებს ეშინიათ, პირველად რომ მიდიან, ისინი რაღაც პერიოდი ტირიან, მაგრამ მერე შეიძლება აღარ იტიროს. იმიტომ რომ მიხვდეს, რომ მისი ტირილი არავის არ აინტერესებს. მაგრამ ეს იმას ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბავშვი შეეგუო ბავშვს და ის ადაპტირდა და ის კარგად არის. შეიძლება აღარ იტიროს, მაგრამ ყოველთვის მარტო და გარიყულად იგრძნოს თავი. აი როდის ეს ალბათ უკვე ამზრდელის კომპეტენციაზე, მის გამოცდილებაზე, მის პიროვნულ ემოციურ დამოკიდებულებაზე არის დამოკიდებული, ან ბავშვებთან როგორი პიროვნული ემოციური დამოკიდებულება ამზრდელმა ის უნდა იგრძნოს. თამარინე, მაშინ თუ კაცრავად, აღძელსაც მოეთხოვება, ხო, რომ აი ეს დროული და თბილი რეაგირება, ემოციური ხელმისაწვდომობა, იგივე გარემოს პროგნოზირება, ალბათ ეს დღის რუტინის, ასე ვთქვათ, კუთხით, ემოციური სითბო და ფიზიკური სითბო და სიგნალების გაგება, რაც თავარია და პატივისცემა, ხო? რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს არის პირველ რიგში ის, რაც მოეთხოვება ამზრდელს. ამზრდელთან ურთიერთობა ალბათ პირველივე შეხვედრისთანავე იწყება, ხო? ბავშვი რაღაცნაირი ჩვენ ყველას გამოგვივლია ეს ეტაპი, ჩვენ ყველანი ვიყავით ბავშვები და ყველას გვახსოვს, როგორი რთული არის ხოლმე ის პირველი შეხვედრები ბავშვობაში. პირველი მისვლა ბაღში, პირველი მისვლა სკოლაში, ხო? და როგორი მოლოდინები აქვს ბავშვს. ამ დროს მოლოდინების გაცვლება შეიძლება იყოს ძალიან ტრავმატული. პირველი შეხვედრისთანავე ბავშვს რაღაც შთაბეჭდილება უყალიბდება, ხო? იცი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამზრდელი პირველივე შეხვედრისთანავე მიესალმოს ბავშვს. გაისალმოს არა მარტო მშობელს, რომელიც ბავშვთან ახლავს, არამედ თვითონ ბავშვს, პირადად ბავშვს. ეს ბავშვს საკუთარ თავს როგორც მნიშვნელოვანს ისე აგრძნობინებს. ძალიან ხშირად უფროსებს ეს ეშლებათ.
Especially François Dolto, ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ბავშვთა პედიატრი და ბავშვთა ფსიქიატრი აღნიშნავდა, რომ ჩვენ ხშირად ლაპარაკობთ ბავშვებზე, ისე როგორც შინაურ ცხოველებზე, მაგრამ იშვიათად ველაპარაკებით მათ. და ეს მართლაც ქართულ კულტურაშიც ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე. ეს ჩანს ბაღებშიც, მაგალითად აღდგენ ელაპარაკება მშობელს, ელაპარაკება ვთქვათ, როგორ მოიქცა ბავშვი, რა დააშალა, და ამ დროს ბავშვი იქვე დგას. და ის თითქოს სრულიად იგნორირებულია ამ დროს. ამ დროს ის ისმენს. თუ ჩვენივე თავს წარმოვიდგენთ მის ადგილას, მივხვდებით როგორი რთულია ეს. ჩვენ ვართ ადგილას, სადაც ჩვენზე ლაპარაკობენ და ამ დროს ზედაც არ ვიყურებენ, ხო? ემოციურად ძალიან მძიმეა. როგორც დიდისთვის არის მძიმე, ისევე მძიმეა ეს ბავშვისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაღის ამგზელმა პირდაპირ კონტაქტი დაამყაროს ბავშვთან. მას უთხრას გამარჯობა, ის მოიკითხოს როგორ ხარ, პირადად მას გააცნოს ეს ახალი სივრცე, სადაც ბავშვი უნდა იყოს, გააცნოს ის გარემო, სადაც მან ეს პერიოდი უნდა გაატაროს ბავშვი, გააცნოს თავისი მომავალი მეგობრები. ამის გაკეთება არ არის რთული. უბრალოდ აღმზრდელმა უნდა ჩათვალოს, რომ ეს აუცილებელია და ეს საჭიროა. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ სანდო მიჯაჭვულობა გავლენას ახდენს ადამიანის შემდგომ გავითარებაზე, ხო? რა თქმა უნდა. და ამაში მოიაზრება იგივე ემოციების რეგულაცია, ვთქვათ, იგივე კოგნიტური გავითარება, ხო, კოპტონ მარინე, ამაზეც რო გაგვიმართება. იცით რა, თუ ბავშვი ემოციურად უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს, მთელი მისი ენერგია მიდის უკვე რაღაცნაირად თავდაცვაზე. ჩვენს ესე ვართ უფროსები, ხო? თუ მოხვდებით რაღაც საშიც გარემოში, არავინ არ იწყებს ფიქრს იმ დავის კოგნიტურ და შემოქმედებით უნარებზე, ხო? იწყებს ფიქრს თავდაცვაზე, როგორ რა ქნა სადმე გაიქცე, როგორ დაიცვა საკუთარი თავი იმ საფრთხისგან, რომელიც ემუქრება, ხო? წარმოვიდგინეთ, რომ ბავშვს, რომელსაც არ აქვს სანდომი მიჯაჭვულობა, მას შიში აქვს გარემოში. მისთვის გარემო ხდება საშიში. ის აღარ ენდობა გარემოს. სანდომი მიჯაჭვულობა აყალიბებს ბავშვის გარემოსადმი ნდობას. ხო, როცა ბავშვი უსაფრთხოდ არის, როცა ბავშვი სანდომი მიჯაჭვულობა იგივე დედასთან, მას უფრო ადვილად შეუძლია უცხო გარემოში შესვლა. იმიტომ რომ მან იცის, რომ დედა არასოდეს მიატოვებს, მან იცის, რომ თუ რაღაც მოხდება, დედა მოვა და დაიცავს, ხო, გადაარჩენს რაღაც საფრთხისაგან. მაგრამ თუ ეს იმედი არ აქვს ბავშვს, მისთვის ყველაფერი საშიში ხდება. საშიში ხდება უცხო ოთახში შესვლა, საშიში ხდება უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან მას დედასთანაც არ აქვს ნდობა და უცხო ადამიანებს როგორ ენდობა, ხო? ამიტომ ბავშვი, რომელსაც არ აქვს სანდომი მიჯაჭვულობა, ის შეიძლება იყოს სულ აგზნებული, დაძაბული, ან ეს პრობლემა გამოუვლინდეს ქცევაში, იყოს ჰიპერაქტიული, დაუმორჩილებელი, ის აღარ გისმენს, აღარ გიჯერებს, იმიტომ რომ არ ჯერა, ხო? არ აქვს სხვისი იმედი. არ გენდობა. ეს ყველაფერი ხელს უშლის უკვე მის კოგნიტურ განვითარებას. მას უჭირს ყურადღების კონცენტრაცია რაღაც საგანზე, უჭირს მოსმენა რაღაც შინაარსის, უჭირს თამაში, იმიტომ რომ თამაშიც აღარ არის მისთვის უსაფრთხო. მით უმეტეს უჭირს სოციალური კონტაქტები და აი ამ ყველაფრის ასათვისებლად მას გაცილებით დიდი დრო ჭირდება. ვიდრე ბავშვს, რომელსაც აქვს უსაფრთხო მიჯაჭვულობა, რომელიც კმაყოფილია, რომელსაც აქვს სხვისი იმედიც და შესაბამისად აქედან გამომდინარე საკუთარი თავის იმედიც. მას აღარ ეშინია აღარც გარემოსი, აღარც შეცდომის დაშვების ვთქვათ, ხო, და არ ეშინია, რომ მას ან დააიგნორებენ, ან გაუბრაზდებიან, იმიტომ რომ მას უკვე ჩამოუყალიბდა ეს ქცევის პატერნი დედასთან, ხო? ის მიღებულია ისეთი, როგორც არის, ის მშვიდად არის.
ამ შემთხვევაში ბავშვი გაცილებით უადვილდება, რა თქმა უნდა, სწავლაც, ხო, ურთიერთობა წაიწყო, როდესაც უკვე 5-6 წლის ბავშვებზე ვამბობთ ხოლმე, რომ რა ჭკვიანი ბავშვია, როგორ კარგად განვითარებული ბავშვია, ეს ხშირად ზუსტად იმიტომ, რომ მას ჰქონდა თავის დროზე კარგი მიჯაჭვულობა, კარგი ემოციური კავშირი მშობლებთან. ასეთი ბავშვი გაცილებით ადვილად ვითარდება. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია, ასე ვთქვათ, ფიქრობ მშობლებისა და იმ ადამიანებისთვის, რომელიც ზრუნავენ ადრეული ასაკის ბავშვებზე. კეთილი. და აი ქალწან მარინე ხშირად საუბარია აქ მშობლებს ზოგჯერ აი დანაშაულის გზნობაც აქვთ ხოლმე, ხო, როდესაც ვთქვათ ისინი იძულებულნი ხდებიან დეკრეტული შვებულების შემდგომ დაბრუნდნენ სამსახურში. და თითქოს აქვთ განცდა, რომ ისინი სრულად აღარ არიან ჩართულნი, ასე ვთქვათ, ბავშვის მხარდაჭერა და გავითარების პროცესში და აი ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ეს საკმარისად კარგი დედა? დიახ, გეთანხმებით, დედა, რომელსაც ყავს ახალშობილი ბავშვი, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგება. ხო, მას ძალიან ბევრი ახალი საზრუნავი უჩნდება, რაც ბავშვს უკავშირდება, მაგრამ პლუს ამას ყველას მithumetes თანამედროვე სამყაროში აქ უამრავი პრობლემა, რომელიც ასევე უნდა მოაგვაროს დედამ და რაღაცნაირად ფსიქიკურად უნდა გადახარშოს. როგორც წესი დედებს აქვთ დანაშაულის განცდა. იმ დედებსაც, რომლებიც მთელი დღით ბავშვის სუნვაში არიან ჩართულები. იმიტომ რომ რაღაც მომენტში ისინი აუცილებლად გრძნობენ დაღლას და თუნდაც მობეზრებას, რომ რაღაც პარამეტრს უნდა დასვენება ჭირდებათ ბოლო-ბოლო. მათ უჭირთ ამ ყველაფრის თვითონვე მოხარშვა და ხშირად უჭდებათ დანაშაულის გრძნობა. და ფიქრობენ ხოლმე, რომ აი რაღაც ცუდი დედა ვარ. ეს სხვადასხვა ძალიან ხშირია მშობლებში, რომ არა ვარ ისეთი დედა, როგორიც უნდა ვიყო. Donald Winnicott-მა ინგლისელმა ფსიქოანალიტიკოსმა შემოიღო რაღაცნაირად შექმნა ტერმინი საკმარისად კარგი დედა, რომელმაც ამ ტერმინმა დიდი გავრცელება პოვა შემდეგ უკვე ფსიქოანალიტიკური მიმართულების ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებში. იცით, დედა არც ერთი დედა არ არის იდეალური და არც მოეთხოვება, ასე ფიქრობს Winnicott-ი. და არც არის საჭირო, რომ დედა იყოს იდეალური. უბრალოდ დედა უნდა გრძნობდეს ბავშვს იმ მომენტში, როცა ეს საჭიროა. როცა ბავშვი დაიბადება, რეალურად დედას ინსტინქტურად აქვს მოთხოვნილება, მართლა ინსტინქტურად გრძნობს ხოლმე. ბავშვი როცა ბავშვი ახალშობილია, მაგალითად ძალიან ხშირია, როცა ბავშვი იღვიძებს და ტირილის გარეშეც ეღვიძება დედას, ხო? თითქოს რაღაცა უხილავი ჯაჭვებით არის გადამული. კი, გრძნობს. და მთლიანად მორგებულია ბავშვის საჭიროებებზე, როდესაც ბავშვი პატარაა. და იცის როდის შია, იცის რატომ ტირის, იცის როდის ჩაისვენებს და როდის ჭირდება გამოცვლა. ეს არის სრულიად ბუნებრივი და ნორმალური ბავშვისთვის და უბრალოდ ნორმალური და აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის. მაგრამ ზრდასთან ერთად ბავშვს ჭირდება, რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, ხო? სადღაც წლამდე ბავშვი თავს გრძნობს ყოვლის შემძლედ. იმიტომ რომ მას უსრულდება ყველა სურვილი, ხო? მოშინდება, აჭმევენ, რაღაც სათამაშო მოუნდება, მისცემენ, მოფერება მოუნდება, ჩაიხუტებენ. ის უნდა ნორმალურ შემთხვევაში ის არის ბედნიერი და კმაყოფილი, ნორმალურ შემთხვევაში. დედაც ოჯახით შეხარის პატარა ბავშვს და ისინი ბედნიერები არიან, როცა ხედავენ მას გაღიმებულს, გაციმებულს, როცა უყურებენ როგორ სწავლობს. სხვადასხვა ახალ რაღაცებს, მაგრამ დგება მომენტი, რომ ბავშვმა უნდა გაიაზროს, რომ ის არ არის სამყაროს ცენტრი, ხო? ის ვერ იქნება ყოველთვის ასე, ყოველთვის ვერ შეხარიან მას. არ შეიძლება რომ მას ყოველთვის შეხაროდეს გარემო. რაღაცაზე ის იღებს არას, უარის თქმას. და სხვადასხვა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ბავშვის განვითარებაში. ბავშვი უარს არ იღებს, მას შეიძლება გარკვეულად განვითარება შეუფერხდეს.
ის მიეჩვიოს აი ამ ემოციურ მდგომარეობას, რომ მას რასაც უნდა ყველაფერი უსრულდება. რაღაცნაირად ეს არის მისი ინფანტილურ მდგომარეობაში დატოვება, ხო? ცხოვრება არ არის ასე იავადებით მოფენილი, ხო? ჩვენ ყველას რაღაც მომენტში გვიხდება შეჯახება რაღაც პრობლემებთან და რაც უფრო დროზე დაიწყებს ბავშვის იმის გაგებას, რომ მას ყველაფერი არ უსრულდება, მით უფრო სასარგებლოა მისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, აქ ზომიერების პრინციპი უნდა დაიცვა უფროსებმა, არ შეიძლება რაღაც უეცრად თავს დავატეხოთ რაღაც მიუღებელი და საშიში ბავშვისთვის. აქ ლაპარაკია მცირე დოზებით რაღაც სიახლის შეთავაზებაზე და მცირე დოზებით უარის თქმაზე ბავშვისთვის. მაგალითად, ახლა ვერ გაისეირნებ, ახლა ძილის დროა და ვერ ვითამაშებთ. ეს ყველაფერი ზოგჯერ მშობლისთვის აჩენს ცუდი მშობლის განცდას. და ვთქვათ, ვინიკოტი გვეუბნება, რომ არ არის ჩაიშვებით ასეთი გრძნობის, მისცემთ თქვენ თავს უფლებას, რომ ამ გრძნობამ მოგიცვათ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი, ხო? ყველა დედა არის ჩვეულებრივი ადამიანი, მას აქვს შეცდომის დაშვების უფლება და იდეალურად არავინ არ ზრდის ბავშვს. ის დაუშვებს რაღაც შეცდომებსაც, შეიძლება არასაჭირო დროს უთხრას, ან პირიქით არასაჭირო დროს დაეთანხმოს ბავშვს, მაგრამ ამის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. ჩვენ შეიძლება ეს უკვე ვუთხრათ შემდეგ ბავშვს, აი ხა მე შემეშალა. ეს არ არის პრობლემა. და ზუსტად იგივე შეიძლება, ხო? ანუ აი ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმაც იცოდეს, რომ თუ რაღაც არასწორად მოიქცა, თქვა ბავშვის მიმართ, ეს თავად აღიაროს ბავშვის წინაშე. რა თქმა უნდა, ბავშვმაც უნდა გაიგოს, რომ შეცდომებს ყველანი უშვებენ. სხვადასხვა ეს მე გაუმარტივებს თვითონაც იმის აღქმას, რომ თვითონაც არ არის იდეალური. ბავშვებს უჭირთ ხოლმე, ხო? ჩვენ მინახავს ბავშვები, რომლებიც ძალიან ძაფრად აღიქვამენ შეცდომის დაშვებას. სკოლაში ძალიან ხშირად არის ხოლმე ასეთი რამ, და მანამდე საბავშვო ბავშვში. მას გონია, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთოს. სინამდვილეში ეს შეუძლებელია, ხო? მას უნდა მივცეთ შეცდომის დაშვების უფლება და ამას ის უფროსების გასწავლობს ბავშვიც, ხო? მასწავლებელმა შეიძლება საბავშვო ბავშვში დაუშვას შეცდომა, თქვა შეიძლება უცებ იმპულსურად არასწორად უპასუხოს ბავშვის რაღაც რეაქციას, ან არასწორად გაიგოს რაღაც სიტუაცია. ანუ ეს გულწრფელი ურთიერთობა პირიქით ამყარებს ნდობას უფროსების მიმართ. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ჩვეულებრივად აუხსნას ბავშვს, ბოდიში შემეშალა. მე მეგონა ესე იყო. მე შენზე არ ბრაზობ, მე მეგონა ასე იყო. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მომენტია ბავშვისა და უფროსის ურთიერთობაში და ბავშვისა და უფროსის ურთიერთობაში. კეთილი, ქალწულ მარინე ბავშვს ჰქონდა დაგეგმილი მაგალითად სადმე გასეირნება წასვლა და ასე უცებ სასწრაფოდ საქმე აქვს გასაკეთებელი ასამსახურებელი ნინო ხმა გაწყდა. დიახ, აი მაგალითად თუ გვაქვს ესეთი შემთხვევა, გესმით ახლა? კი, ახლა მესმის. აი კეთილი, ისმის ქალწულ მარინე ახლა? დიახ. გვაქვს თქვათ ასეთი შემთხვევა, რომ მშობელს და ბავშვს დაგეგმილი ჰქონდათ თქვათ გასეირნება და მშობელს უცებ აღმოაჩნდა რაღაც საქმე. ანუ ამ შემთხვევაში ბავშვისთვის თქმა და ბავშვმა ამაზე დაიწყო ტირილი, გააპროტესტა და ასე შემდეგ. ამ დროს ბავშვისთვის თქმა, რომ თქვათ მე მესმის შენი რო გაბრაზებული ხარ, მაგრამ მე რაღაც საქმეს დავამთავრებ და მერე წავიდეთ, თქვათ ასე იგნოთ. ანუ ეს მისაღები ფორმა იქნება, ხო, რომ ბავშვმა გადავადება ერთის მხრივ, ამ შემთხვევაში სიტუაციამ განაპირობა, მაგრამ მეორე თქვენ ამბობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, რომ იგი ისწავლოს რაღაცნაირად გადავადება, ხო, საკუთარი სურვილებისა. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ ბავშვმა ლოდინი უნდა ისწავლოს ალბათ უკვე ცხოვრების პირველივე თვეებიდან.
ხო, აი მაგალითად თუ ბავშვი არ არის, თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, სხვადასხვა ხელოვნურ კვებაზე როცა არის ბავშვი, ის უფრო სწავლობს ხოლმე ლოდინს, იმიტომ რომ მისი საჭმელი უცბად არ მზადდება. და დედას უხდება რომ ან გაამზადოს, ან გაათბოს. ხო, აი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ დედა სიტყვებით გამოეხმაუროს ბავშვის სტილს და უთხროს დამელოდე, აი ახლავე მოვალ, მალე მოგიტან, ხო, მალე მზად იქნება. მაგრამ იგივე შეიძლება გააკეთოს ჯუჯუთა კვებაზე ყოფნა მშობელმა, ხო? ბავშვის მშობელმა. არ არის აუცილებელი რომ იმ წუთში მივცეთ ყველაფერი. როცა უკვე რაღაც როცა უკვე ბავშვი ცოტათი მოიზრდება, აღარ არის აუცილებელი, რომ მისი სურვილები იმ წუთშივე დავაკმაყოფილოთ. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია ეს უნდა ვუთხრათ. თუ ჩვენ ამას სიტყვებით არ ვეტყვით ბავშვს, ის რაღაც გაურკვევლობაში რჩება. მნიშვნელოვანია ვუთხრათ, რომ დამელოდე და ახლავე. მაგრამ მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რაც თქვენ ის შემთხვევაც, რაც თქვენ მოიყვანეთ. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ თუ ბავშვს დავპირდებით, ის თუ ჩვენ დავპირდით, თქვა ზოოპარკში წაყვანეთ, ეს არ არის მშობლის დანაშაული, ხო? მან თავის დანაშაულად არ უნდა იგრძნოს, რაღაც მოხდა, რაღაც რეალურად საქმე გამოჩნდა და მას არ შეუძლია დაპირება შეუსრულოს. ოღონდ ეს აუცილებლად უნდა აუხსნას. უნდა აუხსნას თბილი ტონით. ხო? არა აგრესიულად, არა ჭუბით, რომ და მიიღოს ის, რომ ბავშვი ძალიან ეწყინება და გაბრაზდება. ეს ბუნებრივია. ყველა ბავშვი გაბრაზდება. იმიტომ რომ ის ელოდებოდა აი ხო, ვთქვათ, ამ წუთს სადღაც წასვლას. და მნიშვნელოვანი იმედგაცრუებაა მისთვის, რომ ეს მოლოდინი არ უშრულდება. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ეს იმედგაცრუება მტკივნეულია ბავშვისთვის და მნიშვნელოვანია და ეს ძალიან შვიდად უნდა აუხსნას. კარგი იქნება თუ ამ დროს ჩაეხუტება, მოეფერება და ბოდიშსაც მოხდის, რომ ბოდიში ასე მოხდა, ჩემი ბრალი არ არის. არ ვიცოდი, რომ ეს საქმე გამომიჩნდებოდა, მაგრამ ვპირდები, როგორც კი მომიცლი, მაშინვე წადიყვან, ხო? აი ამ შემთხვევაში შეიძლება რომ მშობელმა ბოდიში მოუხადოს, თბილად აუხსნას, გაიგოს მისი მდგომარეობა, რომ მას ძალიან ეწყინა და ამის გამო არ გაუბრაზდეს და არ დასაჯოს და პირიქით არ უთხრას, რომ იცი რა შეარგან ესე მეკცევი ეხლა და ესე ბევრ სტილი ხარ და ცუდად ისე საერთოდ აღარ წაგიყვან. აი ესე მსგავს ფრაზებს უნდა მოერიდოს მშობელი. და სხვადასხვა ასევე ამბზრდელი, ხო? რომელიც შეიძლება რაღაცა დაპირდა ბავშვებს ეზოში თამაშს და უცებ გაფშინდა და ვეღარ გაყავს სიტყვაზე. მას შეუძლია რომ ბოდიში მოიხადოს ამ დროს აუხსნას ბავშვებს უხდროს რომ მესმის რომ ძალიან გეწყინა თქვენ ახლა ეზოში გინდა და თამაში, მაგრამ არა უშავს როგორც კი გადაიღებს, გავაკეთოთ. ეხლა სამაგერად აი ეს შეგვიძლია გავაკეთოთ. და ხიარულად შესთავაზოს რაღაც სხვა იმის მაგივად, რადგან გული დაწყვიტა. კეთილი. ქალბატონ მარინე, აი ეს ბაღში, ეხლა აი საბავშვო ბაღში ბუნებრივია, რომ აღზრდელი ყოველი ბავშვის საჭიროებას იმ მომენტში ხო? იმიტომ რომ იქ რამდენიმე ბავშვთან უხდება მას მუშაობა, ან საკმაოდ დიდ ჯგუფთან. მაშინ რა არის ის აუცილებელი, რაც მან უნდა დაიცვას? აღზრდელი. იცით, მართლაც მით უმეტეს ალბათ ჩვენთან ბაღები მაინც გადატვირთულია და ძალიან რთულია აღზრდელისთვის მართლაც აი ამდენი ბავშვისთვის მოახერხოს უბრალობა ამდენ ბავშვზე ერთდროულად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღზრდელს ჰქონდეს გარკვეული წესები, გარკვეული წესრიგი ბავშვში. ну გარკვეული წესები, რა თქმა უნდა, ყველა ბაღში არის, თქვათ, ყოველთვის არის რაღაც მიღების დრო, სადილის დრო, საუზმის დრო, თამაშის დრო. ეს ალბათ შეუძლებელია რომ არ იყოს, ხო? ალბათ ყველა ბაღშია. მაგრამ შეიძლება კიდევ რაღაც სხვა წესები იყოს საჭირო, მაგალითად თამაშის დროს, თავისუფალი თამაშის დროს.
ალბათ ყველა ბაღში არის თავისუფალი თამაშის საათი და თუ არ არის ვუწევდი მით უმეტეს თამაში, ანუ იქ სადაც ვთქვათ ბავშვის ინიცირებული თამაშია, პირიქით თანამედროვე მოთხოვნებით უფრო მეტი წილი უნდა იყოს, ვიდრე უფროსის მიერ ინიცირებული აქტივობები. დიახ, იმიტომ რომ თამაში ბავშვი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. გაცილებით მეტს ვიდრე რაღაც სასწავლო პროცესში ამასაკში. თუმცა მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს წინასწარ თავისუფალი თამაშის წესები და ეს წესები უნდა გააცნოს ბავშვებს. მაგალითად ის რომ ჩარტყმა არ შეიძლება, ხო? თამაშის დროს ჩარტყმა არ შეიძლება. ეს წესები საერთოდ უნდა იყოს ყველასთვის, მხოლოდ გამონაკლისების გარეშე და სხვადასხვა უნდა უთხრას მასწავლებელმა ბავშვებს, რომ ამ წესებს მეც ვერ მოვშილები. არ შეიძლება, არც ჩემთვის არ შეიძლება. ხო, მაგალითად შეიძლება რაღაცნაირად სათამაშოების განაწილება გახდეს საჭირო, იმიტომ რომ ბავშვებმა ხშირად იციან, რომ რაღაცა სათამაშო იქნება ბავშვი, რომელიც ყველას მოწონს, მაგრამ ყველა ერთდროულად ვერ ითამაშებს, ხო? თქვათ, მაგალითისთვის. ამიტომ მასწავლებელს მოუწევს, რომ რაღაცნაირად გადაანაწილოს. არ შეიძლება რომ ეს ყველასთვის სასურველი სათამაშო ყოველთვის ერთ ბავშვს ხდებოდეს, იმიტომ რომ ის უფრო ძლიერია, ის უფრო ყოჩაღია, ის პირველი იღებს ყოველთვის ახერხებს რომ პირველმა აიღოს. მაშინ სხვები შეიძლება ცოტა იყოს დაჩაგრულად სხვებმა შეიძლება დაჩაგრულად იგრძნონ თავი. აი ამის გადანაწილება უნდა მოახერხოს მასწავლებელმა. ხევა არის ასე ვთქვათ სურვილები, საჭიროებები, ქცევით, ხო? აი ამაზე რო გვესაუბროთ, რომ აი რა უნდა იცოდეს ახსნელმა. ზოგადად მცირეწლოვანი ბავშვი თავის პრობლემას, თავის შინაგან ტკივილს, თავის ფიქრებს არასოდეს არ გამოხატავს სიტყვებით. ბავშვი დასრულებით ვერ დაჯდება და ვერ მოგიყვება, რომ იცი აი ეს მაწუხებს, იცი აი ამან ეს რო გააკეთა, მე აი ეს ამაზე გავბრაზდი და ასე შემდეგ. ხო? ბავშვს ეს არ შეუძლია, მაშინაც კი თუ ის კარგად მეტყველებს და თუ კარგად განვითარებული მეტყველებაა. როგორც წესი ბავშვი თავის პრობლემას გამოხატავს ქცევით, ემოციით, თამაშით და თუ ბავშვის პრობლემა აქვს სერიოზული, თუ მან პრობლემა ვერ გააგებინა უფროსებს, ვერც თავისი ქცევით, ვერც თავისი თამაშით და ემოციით, მაშინ შეიძლება მან ეს პრობლემა უკვე სიმპტომით გააგებინოს. შეიძლება უკვე რაღაც ავადმყოფობის გამოვლენით გააგებინოს, ან შეიძლება უკვე რაღაც აკვიატებული სიმპტომით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფროსებს ესმოდეთ ბავშვების და ესმოდეთ, რას ამბობს ის თავისი ქცევით, რას ამბობს ამ თავისი ემოციით. ხო, ბავშვი გამოხატავს ემოციას თავისი გამომეტყველებით. მაგალითად, თუ ბავშვი მაგალითად თუ რაღაცა ჩამოარიგა მასწავლებელმა და ერთ-ერთმა ბავშვმა ზურგი შეაქცია და წავიდა, ხო მასწავლებელი ადვილად მიხვდება, რომ ის რაღაცის გამო ნაწყენი დარჩა. რაღაცის გამო უკმაყოფილო დარჩა. ალბათ აუცილებელია, რომ მივიდეს და დაელაპარაკოს და კითხოს რა არ მოეწონა, ან თუ იცის რა არ მოეწონა, უთხრას რომ მე მესმის, რომ შენ ეს გინდოდა, მაგრამ დღეს ასე არ გამოდის, მოეფეროს და უთხრას რომ შემდეგში იქნება, ხო? თუ რა თქმა უნდა ისეთი რამე უნდა, ისი ქონებაც შესაძლებელია, ხო? თუ ისეთი რამე უნდა ბავშვს, რაც ვერასოდეს ვერ შეუსრულდება, მაშინ ესეც უნდა აუხსნას ამხდელმა, რომ ეს არ შეიძლება და არავისთვის არ შეიძლება. ანუ კი არ დატუქსოს, რომ რაღაცა საერთო წესი დაარღვია, რომ ის მიბრუნდა და წავიდა, არამედ გაარკვიოს მიზეზი რა შეიძლება, ხო? ამისი ყოფილიყო. ფსიქოანალიტიკური მიმართულებისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია მიზეზი. ყოველთვის მნიშვნელოვანია ქცევის მიზეზი. იმასაირად თუ როგორ არის ეს გამოხატული, რაც რაღაც გარკვეულ შთაბეჭდილებას გაძლევს ბავშვზე, ხო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ
მაშინ აი მიზეზის გარკვევა რო შეძლოს აღზრდელმა, აი რა უნდა იცოდეს მან? იცით რაღაცნაირად ალბათ აღზრდელმა უნდა იცოდეს წაკითხვა ბავშვის ქცევის და რაღაცნაირად ემოციური დამოკიდებულება უნდა ქონდეს მასთან რომ მიხვდეს რა უნდა და ამავე დროს უნდა იცოდეს რომ ეს მიზეზი ბავშვს პირდაპირ არ უნდა კითხოს, იმიტომ რომ ბავშვს არ აქვს უნარი რომ პირდაპირ უპასუხოს. უფროსებს ეს ძალიან ხშირად გვეშლება, მაგალითად ბავშვი თუ რაღაცას გაკეხავს, ან ცუცაკს შეედეს, ხშირად ვეკითხებით, რომ ეს რატომ გააკეთე, რატომ გაკეხე. ბავშვს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მან არ იცის რატომ გაკეხა. შეიძლება ეს შემთხვევით მოვიდა, შეიძლება არც მოვიდა შემთხვევით გაბრაზების გამო გაკეხა, ხო? შეიძლება იმიტომ რომ თავის პატარა დაიკოზე ეჭვიანობს. მაგრამ ეს მას არ აქვს კარგად გაცნობიერებული. ის ვერ ხვდება რა გააკეთა. და თუ მშობელი ორიენტირებული, ან მშობელი ან ამხსდელი ორიენტირებული იქნება მხოლოდ დასჯაზე ამ შემთხვევაში. მაშინ ბავშვს გაუჩნდება სიბრაზის გრძნობა და უსამართლობის გრძნობაც, იმიტომ რომ სადღაც მას განზრახულობით კი არ უნდოდა რომ ეს გაეკეთებინა. მან კი არ ჩაიფიქრა რომ მოდი ახლა მე ამ ჭიქას გავტეხავ და გავაბრაზებ. მას არ ქონია ასეთი ჩადაფიქრი. მან უბრალოდ უეცარი თავისი ემოცია გამოხატა ასე. გამოხატა არასწორად, რაც შეგვიძლია აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ გვესმის მისი ემოციის, ჩვენ გვესმის, რომ ის გაბრაზებულია. უფრო დავაკვირდეთ იმ მიზეს, რასაც დიახ. შეგვიძლია ვარიანტებად შევთავაზოთ ის მიზეზები, რომელსაც ჩვენ მივხვდით, რაც ჩვენ ვიგრძენით. მაგალითად ვიცით რომ აი გაბრაზდა, იმიტომ რომ ამ წუთას სადღაც არ წავიყვანეთ, ხო? ამ შემთხვევაში ადვილია მივხვდე რატომ გაბრაზდა. და ეს ჩვენ სიტყვებით უნდა ვუთხრათ. ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ გვესმის მისი იმიტომ რომ მხოლოდ დასჯა, მხოლოდ ყვირილი და მხოლოდ აკრძალვა ბავშვში მხოლოდ უნდობლობას გააჩენს და ამავე დროს დანაშაულის გრძნობასაც, იმიტომ რომ მან კარგად იცის, რომ კარგად არ მოიქცა. ეს აღარ დაეხმარება მას შემდეგ სოციალური ურთიერთობების განვითარებაში და პიროვნულ განვითარებაში. კეთილი. მაშინ ქალბატონ მარინე კიდევ ერთხელ რომ ვიზრუნოთ, ანუ ეს ძირითადი რეკომენდაციები იყო ასევე გაკუთვნილი როგორც მშობლებისთვის და ისე აღზრდებისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე აქცენტი კიდევ ერთხელ რომ გავაკეთოთ აღზრდელმა როგორ უნდა უზრუნველყოს, რომ მოიპოვოს ბავშვის ნდობა. როგორც აღნიშნეთ, ნდობის მოპოვება იწყება პირველივე შეხვედრიდან. მისალმებით, ღიმილით, ბავშვის სახელის მიმართვით და ნდობა და ავტონომია ვითარდება ყოველდღიურად, ხო? ყოველდღიური ურთიერთობის, ყოველდღიური თითქოს უმნიშვნელო ურთიერთობით. აი იმ ემოციებზე პასუხით, რაც ბავშვს აქვს, ხო? აღზრდელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თავიდან როცა ბავშვი მოდის, ბავშვი მას ეშინია, ეს ბუნებრივია, ის უცხო გარემოში მოხდა. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ეს უნდა ვიცოდეთ. ამიტომ შეგვიძლია ვუთხრათ, ყოველთვის შეგვიძლია, ნუ გეშინია, ნუ ნერვიულობ, დედა მალე მოვა და ასე შემდეგ. აუცილებელია ამ ემოციებზე პასუხი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში აუცილებელია რაღაც არჩევანიც მივცეთ. ხო, არ შეიძლება ბავშვი მხოლოდ ჩვენი დირექტივებით არსებობდეს, ან სახლში, ან ბაღში. რა დაჯექი და არ გაიძრე, მაგალითად, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი 2-3-4 წლის ბავშვისთვის, იმიტომ რომ ეს არის ქცევა, რომელიც მის ბუნებრივობას ეწინააღმდეგება. ბავშვმა უნდა იმოძრაოს და ითამაშოს, ხო? ამიტომ რაღაცა არჩევანი უნდა მივცეთ. ჩვენ თვითონ უნდა გავითვალისწინოთ წინასწარ, რა შეიძლება ავარჩევინოთ ბავშვს და რა არა. არჩევანი არ უნდა იყოს ასეთი გაუთავებელი, მაგრამ ანუ არჩევანი არ ნიშნავს, რომ რაც გინდა ის გააკეთე. ეს ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს რაღაც 2-3 ვარიანტიდან რაღაცის ამორჩევას. სხვათა შორის მშობლებიც ამაშიც ხშირად
შეცდომებს უშვებენ. მაგალითად მე პირადად მე გამიგია, პირადად ჩემ პრაქტიკაში ყოფილი შემთხვევა, რომ შობელს ვთქვათ, რომ 3-4 წლის ბავშვისთვის. მე ვაძლევ არჩევანს, რომ თვითონ აირჩიოს რა ჩაიცვას. ეს ძალიან რთული პასუხისმგებლობაა, თუ ამ ბავშვს აქვს ერთი კარა და ტანსაცმელი. მას ძალიან გაუჭირდება არჩევა და მშობელმა შეიძლება ძალიან დიდი დრო დაკარგოს, და მთელი საათი მოუნდეს ამის არჩევას, ხო? მაგრამ შეიძლება რომ 2-3 მივცე თქვა, აი, ან ეს თუ გინდა ეს ჩაიცვი, თუ გინდა ეს ჩაიცვი, შენ რომელიც გინდა. მაგრამ ეს ისე გავაფორმოთ, რომ ბავშვმა მიიღოს, რომ არჩევას თვითონ აკეთებს. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანმიმდევრული საზღვრები, რაც უნდა დაუწესოს უფროსმა ბავშვს. ბავშვს თვითონ საზღვრები არ აქვს. ბავშვი თავიდან იბადება რაღაცნაირად ქაოტური ფსიქიკით. საზღვრები ნელ-ნელა ცხოვრების განმავლობაში უყალიბდება და ამ საზღვრების ჩამოყალიბებაში მას უფროსები უნდა მიეხმარონ. თუ უფროსები საზღვრებს არ უწესებენ, ხშირად ბავშვი თვითონ ითხოვს ამ საზღვრებს. თვითონ სჭირდება, იმიტომ რომ იცის, რომ სხვანაირად მის ემოციებს საზღვარი არ აქვს და ამისგან თვითონვე წუხდება. საზღვრები უნდა იყოს თანმიმდევრული, არ შეიძლება ხან ესე და ხან ისე. მით უმეტეს საბავშვო ბაღებში. არ შეიძლება მასწავლებელმა ერთ დღეს ამდენი უფლება მისცეს ბავშვებს და მეორე დღეს არა დღეს ესე უნდა იყოს. ეს რაღაცა გონიმრული ჩარჩოები უნდა იყოს ყოველთვის. მე არ გულისხმობ, რომ ყველა დღე ერთნაირი უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ჩარჩოები უნდა იყოს გონიმრული. ასევე ბავშვს უნდა ქონდეს შეცდომის დაშვების უფლება, ხო? ის არ უნდა დაისაჯოს რაღაც შეცდომისთვის. ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს და მით უმეტეს ბავშვები ყოველთვის უშვებენ შეცდომებს. ამის გათვალისწინება აუცილებელია. და არ შეიძლება ამ შეცდომებისთვის ბავშვების დასჯა. კეთილი. ქალწულ მარინე, კიდე აი რასაც ვაწყდებით ხოლმე ძირითადად პრობლემას, ეს არის ბავშვისთვის ავტონომიურობის მიცემა, ხო? ანუ იმ დროს, როდესაც ბავშვს უკვე კარგად აქვს გავითარებული, თქვათ, მოტორული და ლოკომოციის უნარები, აი ხშირი რაღაცნაირად გაფრთხილების მიცემა, რომ აი ბავშვი ადის კიბეზე, მას უკვე შეუძლია ამის გაკეთება, ან შესაბამისი ზომის სასრიალო და ან ჩამოსრიალება და აქ მოყვება ის, რომ ფრთხილად არ დავარდე და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ხო არ აფერხებს ავტონომიის უზრუნველყოფას? პრინციპში ასეთ შენიშვნებს, როგორც წესი, ასეთ შენიშვნები აზრს მოკლებულია ხშირად. თუ ჩვენ გვეშინია, რომ ბავშვი შეიძლება ჩამოვარდეს სასრიალო და ჯობია რომ მივყვეთ, ხელი მოვკიდოთ, ვაჩვენოთ როგორ უნდა ავიდეს, მივეხმაროთ ასვლაში და ჩამოსრიალებაში. მაგრამ შორიდან შენიშვნის მიცემა რომ თხილად არ დავარდე, ამის გათვალისწინება ბავშვს უბრალოდ არ შეუძლია. უბრალოდ ტყუილი იმედია ჩვენი, რომ ბავშვი ამას გაითვალისწინებს. ბავშვი რაღაცად ბუნებრივად ფრთხილობს ხოლმე, ჩვეულებრივ შემთხვევაში, ხა ყოველთვის ასე არ არის, არის გარკვეული ტიპის ბავშვები, რომლებიც სიფრთხილეს არ იჩენენ, მაგრამ ეს სხვა თემაა. ჩვეულებრივ ბავშვი ფრთხილია, ნორმალურ შემთხვევაში. ის თვითონ ცდილობს, რომ არ წაიქცეს, ხო, არ გადმოვარდეს. რა თქმა უნდა, ჩვენს უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო. არ უნდა გავტოვოთ საშიშ ადგილებში. მაგრამ ამავე დროს პირადად მე ძალიან წინააღმდეგი ვარ აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში ბავშვის გაზრდის. სხვადასხვა ეს ტენდენციაც არის. რომ რაღაც ბავშვი, ვთქვათ, არ ოთახში სადაც ბავშვი არანაირი კუთხე არ უნდა არსებობდეს, კედლები რბილი, იატაკი რბილი. მაშინ ბავშვი რასოდეს ვერ ისწავლის თვითონ გაუმკლავდეს რაღაც საფრთხეს, ხო? ასე ბავშვს ეგონება, რომ მთელი სამყარო უსაფრთხო უნდა იყოს ყოველთვის. მე მგონი აქ ყოველთვის ჯობია, რომ ოქროს შუალედი დავიცვათ. ანუ ეს მნიშვნელოვანი, ხო? ზომიერება, რომ კარად არ უნდა ვარდებოდეს, დამაგრებული უნდა იყოს კეთილზე
მაგრამ ასე ვთქვათ, ზომი და ბავშვსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ახალ-ახალი ადგილები შეისწავლოს. საკუთარი ფეხით გავიდეს, თვითონ აჯვრეს, რა თქმა უნდა გარკვეული დოზებით. ეს არ უნდა იყოს საშიში. და ჩვენ ამაში უნდა მივეხმაროთ. უნდა შევაქოთ კიდეც. ხანდახან რომ ოჯახ როგორ შეძენი, ოჯახ რა ღონიერი ხარ, ოჯახ რა მოქნილი ხარ, მაგრამ არ დავტოვოთ მაშინ მარტო თუ ეს შეიძლება რაღაც თქვენ შემთხვევაში. შორი და შეიძლება უბრალოდ არაფერს არ იძლევა. ახლა, მაგრამ თუ ბავშვს უნდა ისწავლოს ხეზე აცოცება, აქ ჯობია გვერდზე დავდგეთ და ვთქვათ, ამ ფიზიკური ან ესეთი ინსტრუქტორი. დიახ, და შეუჩიოთ შესაბამისი ხე მაგალითად. ხო, შესაბამისი ხე, რომელიც ვატყობთ, რომ ნამდვილად არ ჩამოხდება. ან რაღაც კიდევ სხვა უსაფრთხოების ზომები მივიღოთ, მაგრამ ჯობია იცით რა, თუ ბავშვი აქტიურია და ცელქია, მაინც ვერ შევაჩერებთ. მივეფარებით თვალს და ის მარტო აჯვრება მაინც. და შეიძლება ეს უფრო საშიში იყოს. ჩვენ ჯობია მას ჩვენი ნდობა გქონდეს, იცოდეს რომ არაფერს ისეც არ დაუშვით, რაც მას სჭირდება, მაგრამ როცა ვეტყვით რომ ეს საშიშია, იმდენი ჩვენი ნდობა გქონდეს, რომ ჩვენი გაფრთხილება მან მიიღოს. თუ მას ნდობა არ აქვს და თუ ჩვენ ყოველ წუთას ყველაფერზე ვეუბნებით ეს არქნა, ის არქნა, ის საშიშია, მაშინ ის უბრალოდ არ დაგვიჯერებს. და მაშინ უფრო მეტ საშიში ქცევას ჩაიდეს, ხო? აჰა, კეთილი, აიცი. დიდი მადლობა ქალტომარინე, მაშინ რომ შევაჯამოთ, ანუ აი თქვენი აზრით, რა ძირითადი, ასე ვთქვათ, ცოდნა თუ ინფორმაცია უნდა წაიღონ დღევანდელი ჩვენი ვებინარიდან, აი აღზრდებმა. საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ. ალბათ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ არასოდეს არ დაგვამიწყდეს, რომ ბავშვის ნებისმიერი ქცევის უკან დგას ბავშვი როგორც სუბიექტი, როგორც პიროვნება და როგორც ამათული მისთვის მნიშვნელოვანი განცდის მატარებელი, რაღაც ემოციური მდგომარეობის მატარებელი. და ჩვენი უფროსების ამოცანა არის არა კონტროლი, არამედ ამ ბავშვის გაგება, ხო, მისი აღზრდა აი ამ გაგებით, მხარდაჭერით და მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნით. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლისთვისაც და ამხსნელისთვისაც. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ქალტომარინე, ძალიან საინტერესო ვებინარისთვის და ვფიქრობ, ის ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი რჩევები აღზრდებისთვის. ძალიან გამიხარდება თუ ასე იქნება. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის.